გამარჯობა მეგობრებო. დილით ვერ მოვასწარით, ვერაფრის მოყოლა. სად მივდივართ? მივდივართ ქუთაისის აეროპორტში და მივფრინავთ. სადაბა მიდიქნებ ახლა მაინც თქვა სწორად. გერმანიაში ვიფრინავთ და სულ ვიძახი ბერლინს. აბა რომ ქალაქში? ჰანოვერში. ნუ დორტმუნდში უნდა ჩავფრინდეთ და დორტმუნდიდან მე რაღაც ავტობუსში ჩავსხდებით, რომელიც მეგვიყვანს მატარებელთან და მე მატარებლით წავალთ ჰანოვერში. ხო და მივდივართ თამთას ბიძაშვილთან. სალომესთან, რომელსაც არ ვიცნობ და სალომე მადლობა რომ მიმიღე სახლში. თამთასთან ერთად მქონდა ჩემი პირველი მოგზაურობა კვიპროსში. მაგის ვლოგი არ არსებობს, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ არ ვიღებდი არაფერს. დღეს არის 2 დეკემბერი და მივდივართ სრული 1 კვირით. მომავალ შაბათს დავბრუნდებით უკან 9 დეკემბერს. რამეს ხარ დაამატებდი? მიხარია რომ კატოს ვლოგში ოდესღაც თავიდან ბოლომდე გამოვჩნდა. ახლა არის 4:30 ზუსტად გაიხსნა ჩვენი ჩეკინი. გავიარეთ ყველაფერი. მადლობა ყველაფერისთვის, სასიამოვნო გასაგებია. ჩამოვედით დორტმუნდში ვართ აეროპორტში, გავიარეთ უკვე პასპორტ კონტროლი. ახლა წავალთ ავიღებთ ბარგს და კიდეში გავიარეთ ნახევარი გზა. ჯერ ყველაფერი არის წინ. ჩემი სტიკერები ან ჩემოდან. და ახლა უნდა გავიდეთ, ვიპოვოთ ავტობუსი, რომელიც მიგვიყვანს ჰანოვერამდე მსვლელ მატარებლამდე და იდეში 3 საათიანი გზა წინ გვაქვს და კი, სტიკერი უკიდანაც იცნო, მარტო მოიცა კატო, აბა ეცწონი. ესეც ჩვენი ვარგი. ცოცხლია ჩემოდან სიყიდით და გეკნევათ მატება. უნდა წაიღოთ ზურგჩა და გადადოთ ზურგჩა. რა თქმა უნდა. ჩატენო ისე ყველაფერი უკან. უბრალოდ ცოტა ძალიან შემოღონებელი პროცესი. კი, ძალიან. აი, ხა წავალ დავეხმარებით ამას მეცდორე. ოპა, მარჯვენათი. ესეც პირ გამოტენილი რო არ? ესეც პირველი ნაბიჯი დორტმუნდში. დორტმუნდ. ნუ მაგარი აი ხა ეზერსად ვარ. ძალიან კულაი ძალიან. ახლა ვეძებთ ავტობუსს, რომელსაც უნდა გავყვეთ მატარებლამდე, როგორც წინ გითხარით და ვერ გავიგეთ სად არის. ჩავსხედით ავტობუსში, რომელიც 10 евро და არის 20 წუთის გზა, რაც უნდა გავიაროთ და ჩემი ზით ძალიან ძვირი 10 евро ამ ავტობუსისთვის. აგრე რას ვიზამთ? აი ასე ვარ. ჩამოვედით მატარებლის გაჩერებასთანაც. ეს პატარა დორტმუნდის ნაწილი მეგობრებო. ნახეთ და 1 საათი გვაქვს სანამ მატარებელი გავა და წავალთ KFC-ში საწვრილად. ასე ვართ. ჩავსხედით მატარებელში, რომ მიგონია რომ არასწორ მატარებელში ვსხედვართ, იმიტომ რომ ბოლო წამს ძალიან რენდომ მატარებელს კითხეს ეს თუ მიდის რო და კიო მიდის რო და ვაფშე ველოდებოდით და ვიდია მართლა სწორად. ჩემს ფაისალში ვარ მე ხო აი ძალიან ქაოსი იყო თვითონავში თვითონავიდან ვიჩამოთ მე კიდე ქაოსი პანე ავტობუსი წამოვიდით მატარებამდე ხა მატარებიდან ჩავდივართ ქალაქამდე ჯერ კიდე არ ჩავსვართ და ჯერ კიდე არ ჩავალთ 1 საათი და
წავედგით ჰანოვერში მეგობრებო ფეხი დასრულდა ჩვენი შოკოლადს როდის შეჭამე წყალს როდის დავღრა აუ შოკოლადი მეცინდა ხოლა ეხა ერთადერთი სახლამდე დარჩა გზა და მორჩა ძალამაზი ქუჩა და უბრალოდ ეხა ისეთი ღამეა არ ჩანს ხოლ დაგათვალიერებინებთ ყველაფერს კეფიცები ჩურჩხელების მეტი არაფერი არ დეს მოვიდი ჩივილაში კოკო ეს არის სამი კერმინე და მზადებით გასასვლელს. უნდა გავიდეთ ვისაუბროთ დავთვალიერებთ ქალაქში, იმიტომ რომ გუშინ ისე ჩავარდით, რომ საერთოდ ვერაფერი არ ნახეთ. შემოვედით ქუჩაზე, სადაც მზეა ძლიერ. ახლა ვართ პლიმარკში. ამ მაგაიში საბუთი შოის ვიყი და იოგა პეცი, მაგრამ მეთვის ყიდულობ ყველაფერზე ჩაიცვა. უბრალოდ ჩავწა რა და არა იმიტომ რომ მივედი შო. აბა რა იყიდეთ? აბა გვანახეთ? ვაჭრით 75 ჰანოვერი ძალიან. Das რაცია? და ეხა თამსას რაცია? ახლა შემოვედით ძველ ქალაქში და ველურად აცვიათ და სულ სხვანაირი აურა, ეს სხვანაირი გარემო, ძალამაზი. რაღაც ძალიან დონებაში მოვედით.
მინდა თან დავჭით სახლში გოგოები წავიდნენ ბრემენში ხო? ბრემენში. დღეს ესე განსაკუთრებული გეგმით არ ვარ. თან თმა უნდა გაგისწორო. ოღონდ თმა არ გამისწორებია საუკუნეა. 4 წელში თმა მაქვს გასწორებული ერთხელ. ორჯერ, ჰაჰა. ძალიან და გასწორებს და ჩონკა შევიჭერი ბოლოს სახლში და კაცმარცის როგორ არის შეჭერი. გთხოვ სხვაობა ჩემ დავაცხელი თმა. აბიტურიენტობის პერიოდში მივხვდი რომ ვიყავი ხუჭუჭა და მიმახვედრე ჩემო ხუჭუჭა მეგობარმა ელენე. მოდი ჩემი პროდუქტებით დაგიმუშავებ თმებსო და რო დავიმუშავე მეუბნება რომ კატო ხუჭუჭა ხარო და არ ვიცოდი თელი ცხოვრება ეგ ფაქტი, მაგრამ რო ბანავდით და თმას რო ვარცხნით და ვიშრობდი ვიყავი სულ აი ამ მდგომარეობაში. აი ესეთი აფუებული ლომის ფაფარი ვიმეთქონდა და სულ აბრალდი იმას რომ აი სქელი თმა მაგ და აი ესე მიფუდება და თურმე იმის ბრალი იყო რომ ხუჭუჭა თმას ვივარცხნიდი და ფურდებოდა. ვცდილობ ჩემ თმას შევაჩვევის ფაქტი რომ არის ხუჭუჭა, მაგრამ არ ვაცდი ნორმალურად, იმიტომ რომ თან შეგროვასთან ერთად მიფუჭდება და როგორც ვცდილობ რომ გამოვაჯასახო, ისევე ვაზიანებ. ძალიან გიხდება. აი ხახარ, აი იმენა გოგო. მოთა პარიკოთე. ინე დედა ჩემი ვარ, ეხა ძალიან გავარ. ძალიან კიუტ. ჩემი ხელით გავაკეთე. ისინი არიან ადრიანი და სანდრო. გამარჯობა. ფილან. გიჟი. გამოვედით გარეთ. მე ძალიან შეჩვეული აშკარად თბილისის ცხოვრებას, რომ ყველაფერი ჩვენთან არის გვიანობამდე ღია და იდეაში გვიან იხსნება და ანუ წეგან მეუბნება კატო, ვიყავით მაღაზიაში და ფასიანად გავიდე და მეც გამოიხა მეთქი, ანუ 10 საათი აღდგა და 10 არა 9 არის და რა ვიცი, კაი მეთქი, გავიდეთ მეთქი და ანუ გუშინ რომ გამოვედით. ანუ 9 საათი ყველაფერი დაკეტილი იყო და მეთქი, ანუ ვიცი სამ გოგომ თავის საქმე. ხო და ეგ ვერ გავიაზრე. ყველაფერი დაკეტილია. ყველაფერი დაკეტილია და ახლა გავიაზრე, რომ უბრალოდ 9-ზე იკეტება აქ ყველაფერი. პარასკევი შაბათი კვირა, ესენი რო გულაობენ, ხო? მაშინ პარასკევში გულავთ. დღეს არის 5 დეკემბერი, ახლა გამოვედით გარეთ, მივდივართ ისევ ცენტრში. ძალიან წყნარი ღია ჯერჯერობით. ვითა ვანახოთ აქაურობა როგორია. დილის შუქზე. ცივა. ასე ვართ, აი ასე. აი ასეთია დილის შუქზე აქაურობა. ოპა. მოდი მოვყვეთ ახლა. სალომი გუშინ ძალიან სპონტანურად გადაწყვიტა რომ ადრიანი მონათმონ გულოებმა და დღეს მივდივართ ეკლესიაში და დოდუნა მონათვალს ადრიანის. ხო, -4 გრადუსი და გალომპოლით მით გამოვიდა გარეთ. არ გალომპოლით. გოგო, სორი. ხავი, დაიბანე და ისე არაფერი. დაიბანე. არა, მაგ, მოვიფარე ფადლობა. ავარციო კი ხალხი. მოვედით რაღაც აზიურ რესტორანში და უნდა აღნიშნოთ ადრიანის ნათლობა, მაგრამ ორი წამი გთხოვნახეთ როგორია აქაურობა. მაგიდის ზომა ხალხნო. შევიცვალეთ ადრიან გზები მეტად დიდ მაგიდესთან ვისხენით და ახლა ცივილურად ვისხედავთ. მოგები საერთოდ ის გადაიხია რასაც კი ჭამდა რამდენსაც კი წავიდეთ ახლა ავეჩვენთ ყველაფერი ნახოთ.
მეგობრო, მაგიდაზე აწვა ყველგან ისინი და ვინმე თუ იცით რა არის, მითხარით ვერავინ გამიგეთ. აქ შემოსვლა ერთ ადამიანზე ღირს 25 ევრო და დათამქრა არჩევანი ყოველთვის ჭამა. ერთ სასმელებზე გიწევს, მე კიდე პულის დაბადა. აბა დროები. მიდივართ სახლში. გერმანელებს აქვთ ასეთი ტრადიცია, სავით ნიკოლაუსი ქვია და 6 დეკემბერი თენდება და ეს ტრადიცია, რომ ღამე ეს ნიკოლაუსი მოდის და ფეხსაცმელებში ტოვებს შოკოლადეს. ოღონდ იმ შემთხვევაში ფეხსაცმელს გარიცხა. ხო, უნდა გაწმინდა სუფთა ფეხსაცმელი უნდა გქონდეს და სალომე მოყიდა ბავშვებს ახლა პირველი რაღაცა ჩვენც გვიყიდ. ყველას. სალომეს ჩაეძინა ბავშვებს საძინებდა წერან და იმისთვის რომ ხვალდილით ახალგაზრდულზე ძალიან არ იწოლოს გამომზარდებთ ჩვენ. მე სწორად ვიზავთ, ჩვენ სალონისგან გავიგეთ ამ ყოველთვის შესახებ. აი, წავიდით ამოიღოთ ჩვენ ჩემოდანში დამალული ექტორიული. ბავშვებს ერთის გადაღებაც რომ მინდა, მაგრამ მაგ დროს მეძინება. აი, ორი წამი დაგდოთ. რატომ გადაწყვიტა რომ შარფი ჩამოეკიდე მინდა მწლიანი კიდე მოც რა ქენია ბა? თათა ხსარებები მომეშალა კარგა კარზე თანხმდიანი მივაჯი შეთელი თვის განმავლობაში გამიგეჭი აუ ჩემი გასაგებია. ეგეთი ზიარათა მოიგონე. და გემზავი შეზიმში მე თუ არ იყოს. ბუჯა იცი, აი გააფუჭა. ეს ისე არის, ისე იყო. დღეს არის 6 დეკემბერი და ახლა გავდივართ ჰამბურგში მივდივართ მატარებლით. მატარებლით მივდივართ. მატარებლით უნდა წავიდეთ. Hamburgში ვარ. სალამი ზედა. მართლა კაშკა მოიცა. მივდივართ. ყველაზე ფულის რაღაცა იქნება სალონი. სალონი ვიღაც გამოსკითხა, კაი ვარი გვირჩევა და რაღაც ძალიან საჭირო ბორშოა შემოსულა ვიღაყულა. თუ რაღაც არ ვიცი, სახელიც არ ვიცი, რომ გითხრათ სად ვარ.
განგებელია. 5 ევროიანი ჰოთ-დოგი. მატარებელზე გვიგვიანდება, არ გვიგვიანდება, მაგრამ ძველ ცოტა დრო გვაქვს. მოვედით. იმედია ეს არის ნამდვილად. ჩამოვედი. სად არის? ლეო. ორი მატარებლის გამოცდის შემდეგ. ვიყიდეთ სასმელები და ეხა სახლში მიდვეთ, მაგრამ გზად უნდა მანახოს სალომემ რომელ კლუბში მივყავარ. აი. Fai, mi va a prendere, palo, vuoi tu? Scengo. Oh, pretty. წავედით მე და სალომე კლუბში. დანარჩენი ბებრები დარჩნენ. ერთი. დღეს არის 7 დეკემბერი და არის ახლა 6 საათს უკლიათ 15 წუთი. ვიყავით გამოსვლები სავაჭროდ, ანუ საჩუქრები რომ ვიყიდა ჩვენისთვის. და რაღაცა ვიყიდეთ. რაღაცა ვიყიდეთ და ის რო კანეთ მოგეხსენე მათ კატალოგში ჩასავს ქუში რომ დილის 6 საათზე მოვიდა სახლში. დღეს გაიღვიძა ხაბატონმა ეკატერინა თემა პირველ საათს. ხო, მაგრამ 2-ზე ავდექი. არ წამიმღერია. შეტოს იცავ. ვიღაცამ გერმანულად რაღაც მითხრა, no thank you მეთქი დასად უხარ. გერმანულად და კატო უთხრა no thank you. დეკემბერი. დღეს საერთოდ არ გავსულართ გარეთ. არაფერი არ არის ღია, მაგრამ ცოტა ხანში გავალთ და გავისეინებთ საშუალო ბაზრობაზე ისევ. ბოლო ღამე ჰანოვერში ხვალდილით ცოტა დრო გვაქვს ისევ გამოსასვლად. მერე უკვე წავალთ აეროპორტში, ამიტომ ეს არის და ეს. Adrian, Kaya. Ocahi. Guys, vinçaydina. Goçvenegit. Goçvenezit. Vinçaydina is. Hello. უკვე ხალხი? Hello. ეს არის 9 დეკემბერი. ახლა ვართ გაერთიანდა თამთა გამოსვლები. კიდე რაღაცები იდეში იყიდა თამთა, მე ვერაფერი არ ვიგე. მაღაზიაში შევთ რაღაც სნეკერს იყიდის თამთა. მე დიემში გადავალთ სუნამ უნდა ვიყიდო. მივალთ სახლში, საბოლოო ამ ნივთებს ჩავაწყობთ და წავალთ აეროპორტისკენ. რომზე უკან
ეს რახელია. მე არ ვიცი პირველად ხარ. მე რამაცია ხალხნა ნუ რა მდგომარეობაში ვართ ყველა უნდა ნახოთ ეს კალიოსკი რომ მოა დუდუნა უნდა ჩამიწეს თმა აქ მოვედით ვიდეოთათ უნდა აგვეწონა და ხილდამდე წვალებად ხახნო რა ხდება ახლა გავიარეთ პასპორტის კონტროლი და თავად ჩემოდანი და ეს ჩემოდანი რო დავდეთ ამ ქალბა ეს ამოხდა და რა თქვა ეს თქვა I'm impressed ხო ანუ დახლი ვარ და რა გამახსენე მე ჩემსაზე ვიცი nice play on YouTube ბოლო ეტაპი გავიარეთ რომ პასპორტს ასკანერებ და სულ უკვე გიშოვე იმაში ფილმში და have a nice flight და YouTube მეთქი და მე თავი შემოუშვი სამეცი კი მომხდა ეხლა რა მოვიდეს და თვითონ სამი წუთი ჩავალთ თბილისში ალბათ 9 წუთებზე მე სამბანი მე მგონია რომ 800 მაქსიმუმ თბილისში რა hope so I hope მადლობა რომ გვიყურეთ მადლობა რომ დაგვემგზავრეთ ჩვენს ასეთ ვოიაჟზე